რა შუაშია შულო რა სეტენებითო გელინჯი კი არისო, გელინჯი ხაო არისო თურქული სიტყვა ხო და აი ამას უკომენტაროთ ვერ დავტოვებდით ჯერ ერთი არ ვიცი ეს კომენტარი რატო დამეწერა რა იგულისხმა ანუ ქართველი რომ არის იმიტომ იგულისხმა ეს თუ მეგრელი ვეგონი და იმიტომ იგულისხმა თუ საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი არ ვიცი იმიტომ რომ ეს არის მეგრული სიტყვა გელინჯი ხარის მეგრული წარმოშობის სიტყვა გელინ არის ძველ მეგრულად არის გარეთ გარე და ჯიხა არის ციხე შესაბამისად გელინჯი ხარის აბსოლუტურად ქართული წარმოშობის სიტყვა ეს კომენტარი და კიდე იყო რამდენიმე მსგავსი შინაარსის კომენტარი გამოიწვია ჩემო ბოლოდროინდელო ვიდეო სერიებმა სადაც საუბრობ იმაზე რომ ჩრდილო კავკასიაში დღევანდელი რუსეთის ტერიტორიაზე კრასნოდარის გარშემო მთლიანად ზემოთ სადაც ადიღეა სადაც კიდე უფრო ზემოთ და ზემოთ არის მთლიანად დასტურდება ის ტოპონიმების გამოკვლევით, ანუ ადგილმდებარეობების გამოკვლევით და ჰიდრონიმების, მდინარეების, სოფლების, ქალაქების გამოკვლევით მტკიცდება ის, რომ სახელწოდებები არის ქართული. ანუ იქ ჩვენ სახლობდით ჯერ და შემდგომ მოხდა ის, რომ იქ დასახლდნენ ჩრდილო კავკასიური ტომები, ნუ მოგვიანებით რუსეთის იმპერია ჩამოყალიბდა იმ ნაწილებზე. რატომ არის ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი? ეს შესაძლოა უბრალოდ ახლა პუტინი არ ვარ და ახლა იმის დაბრუნება არ მინდა ნამდვილად ახლა კრასნოდარის ტერიტორიის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში იმის თქვა მინდა რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და აქტუალური ჩვენთვის, რომ ერთია რომ ცოდნა და შენი ისტორია უნდა იცოდე, მაგრამ მეორე ეს არის რომ აგი რო გიკამეთებიან ეს სეპარატისტული პოლიტიკოსები და რომ მუშაობს უცხოეთის პროპაგანდა და რომ გაიჯერებენ რომ აგერ გურიაშიც ისინი ცხოვრობდნენ რომ ჩრდილო კავკასიელი ტომებიო და მაგათ ეკუთვნითო და სამწუხაროდ ბევრმა ქართულმა მეცნიერმა თავისი რაღაც გარკვეული შეცდომების გამო წაახალისეს ეს მსგავსი შინაარსის თეორიები. აი ამიტომ არის რომ ეს ყველაფერი უნდა იცოდე და გათვითცნობიერებული უნდა იყო რომ როცა საქმეზე მიდგება და როცა აი გამოგეცემა ამის კარგი შესაძლებლობა ეს ყველაფერი დაამტკიცო და ანუ როცა ყველაფერზე გადავაბიან ეს ერთი და ეხ მეორე ნაწილი კიდე მიგრელებზე რის დამატება მინდოდა საერთოდ არ ვარ მიგრელი საერთოდ არ მირევია მიგრული სისხლი ანუ აი რაღაც იმერული სისხლი მირევია ცოტა ჯავახი ვარ ნაწილობრივ მამე ჩემს მხრიდან ბაბუა ჩემს მხრიდან ანუ ჩემი დიდი ბაბუაც რაღაც თბილისელი იყო ანუ საერთოდ ეს სისხლით მეგრული სისხლი არ მირევია მაგრამ ანუ თუ ეს კომენტარი იმას ეხებოდა რომ ამ ადამიანს მეგრელი ვეგონი ანუ აი რა გავაკეთო რა ვქნა აი ეს მეგრელები მაინც გამორჩეული ხალხია და საკმაოდ ისეთები არიან უფრო აი გამოირჩევიან და კარგად შეუძლიათ თავის წარმოჩინება და ძალიან კაი მე good for us ყველას გამოგვადგება ეს ყველაფერი და ხო კიდე ძალიან მნიშვნელოვანია რატომ არის ძალიან მნიშვნელოვანი რომ კარგად ვიცოდეთ ყველამ როგორც მეგრული ასევე სვანური იმიტომ რომ ზუსტად აი ამ ტოპონიმიკაში უფრო მეტად არის ასახული ძველი სვანური ტერმინები აი მაგალითად თვითონ ცხუმი ხო ანუ ახლანდელი სოხუმი ანუ ესეც სავარაუდოდ მოდის სვანური სიტყვიდან რომელიც აღნიშნავს მთლიანს და ერთიანს ნუ ან მეგრულ ფუძესაც უკავშირდება აქ სავარაუდოდ მაგრამ ნუ ისედაც ყველა სხვა მიზეზთან ერთად კიდევ ერთი კარგი მიზეზი და ვიღაც შუტურავდა კიდე რაღაცას ჩემ კომენტარებში რომ ქართულიაო თუ მეგრულიაო ქართული არის მეგრული აი აქ ისტორიკოსებმა თუ გინდათ ჩემი სწორედ თუ რამეს არასწორად ვამბობ ან თავდაპირველად იყვნენ ქართები ზანები ანუ მეგრელების წინაპრები და სვანები აი სამივე იყო ქართველური ტომი და ქართული ენით საუბრობდნენ ანუ ეს ერთი გამაერთიანებელია ქართული ხვდებით ეს ტერმინები შეიძლება ავსეთ ხოლმე და სხვანაირად გამოვიყენოთ მაგრამ სულ ეს არის გავაგზავნოთ ჩვენი სერიები იმიტომ რომ დასაბრუნებელი გვაქვს და გასაერთიანებელი გვაქვს ეს ქვეყანა